როგორ საუბრობდა და ისიც მახსოვს ერთმა როგორ თქვა კოსტა შეკანდა სატირალში. წარმოიდგენიათ, კოსტა სუფრაზე დაჯდა და ზედმეტი დალია და კოსტა შეკანდა სატირალში. ეს დამეტანი სამარცხვინო საქმე იყო. იმიტომ რომ არ შეიძლება კაცი ჭირის დღეს გამიგეთ რა. აი ეს არის ინტელექტი. ამ ძარღ გამოყოლილი ქართველი არის უკვდავ. ამნაირი ქართველს ვერავინ ვერ მოიძებნა. მე საოცარი, აი ამდენი წელია გავიდა და იმ ამბროსის, რომელიც ბაბუჩემის მეზობელი იყო იქ. და ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა. ახლაც სიხარულით ვიხსენებ, იმიტომ რომ ის მე სრულიად ბავშვს მაგძნობინებდა. თუ რა არის ადამიანებთან ურთიერთობა, რა არის ღირსება და რა არის თავაზიანობა. აი ეს არის ქართველი. ეს არის ქართული სული და არა ჩათალახობა სოციალურ ქსელში და ერთმანეთზე ყეფა და ეს ევროპული ორიენტაციის სახელი. წარმოიდგენია რა ნაგავი უნდა იყოს ადამიანი საკუთარ თანამემამულეს ზელენსკის გამო, ან უკრაინის გამო, ან ევროპის ორიენტაციის გამო შეურაცხყოფას აყენებდეს. მაგრამ ჩვენ ამის წინაშე ვართ. ამას თუ არ გავარღვევთ, ეს დაღუპული საქმეა. ევროპასთან ურთიერთობა დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს არ შეიძლება ევროპასთან გქონდეს ცუდი ურთიერთობა. ჩვენ არ შეიძლება მეზობლებთან გქონდეს ცუდი ურთიერთობა. ეს იქნება პრაგმატული საღი, ძალიან გონიერი ჩვენ ამერიკის მტერი ვიქნებით? მანამდე არ გეტკინათ არავის, ვისაც ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ამერიკას მტრად მოეკიდება. არ მოხდება ეს, რატომ? ეს არ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ ვიქნებით ძალიან გონიერი, ინტელექტუალური, ყველა საფუძველი გვაქვს და ჩვენ პირველი რაც ქართული ხალხური დონის ზრდა, ახალგაზრდების ინტელექტუალური დონის ზრდა და სოფლიო განათლების მიცემა იქნება მთავარი ამოცანა. ეს არის ქვეყნის მომავალი და არა ორიენტაცია. სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო ხარ. სოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში და სისულელე ორიენტაციებზე და თავი გონია რომ რაღაცას წარმოადგენს. ამ დროს უნივერსიტეტში ისწავლა იდეოლოგიით გათახსირებულ ამ სწავლაში. ეს იდიოტი, რომელსაც ჩვენ ხედავთ მაგრამ მაგრამ ეს იდიოტები ხაც უსვამ. ეს იდიოტები რიცხოვანია, ეს არ არის ქართული ხალხის უმრავლესობა. ეხლა თქვენთან საუბარი იმდენად სასიამოვნო და იმდენად მithumetes ემიგრაციაში ძალიან მონატრებული ვარ და აი მე მინდა უბრალოდ თქვა რომ აი ესეთი საქართველო მე მახსოვს თქვენ ავიზარდეთ, გაიზარდეთ დღევანდელი საქართველო რა არის? ახლა ჩემი სოფელი მახსენდება ლენტეხის რაიონის სოფელი ახალშენი, სადაც როდესაც ავდიოდი სავსე იყო სოფელი და ადგილობრივი კაცები, ქალები, ტრადიცია, იგივე ლინყავის და დღეს საერთოდ არა ხალხი დარჩენილი. საერთოდ უბრალოდ დაუბა წავიდა ახალგაზრდობა იქ არ არის. მოიშალა ეთნოკულტურა საერთოდ. მოიშალა თავიდან ბოლომდე, რომელ სვანეთზე არის საუბარი, რომელიც არის გადაქცეული ძირითადად ტურისტის, ემათ რა ქვია, ტურისტის მიმღებად. სვანიკაცი სვანეთში არა, ბარსელონა გავსებული. სვანები. ყველაზე ვამდე. პატარა სვანეთი. კი, ბასკებთან იქ ლენტეხიცა ანდალუზია და შეიძლება ვთქვათ, რომ იქ საერთოდ რაღაცნაირად ალბათ დიდი მიგრაციის შედეგად ესე ხდება. მე უბრალოდ ამას რატო ვამბობ? ესე იგი თუ როდესაც გარდაიცვლება ადამიანი და ყველა გარდაიცვლება, ჩემთვის 60 არის, რომ იმ საქართველოში დაუბრუნდე როგორიც იყო ეს სოფელი ჩემს ბავშვობაში. მაგრამ დღეს უბრალოდ იქ უკვე მამალი აღარ ყივის, ასე რომ ვთქვათ რა. აი ახლა ამ ფონზე, აი ასეთი საქართველოს ფონზე, ეს ურბანულ ცენტრებში რაც იყო გეგმა, ჩამოსახლება,
ამათ მას საერთოდ ის ურბანული ცენტრებიც მოიშორეს, იმიტომ ხალხის მართვა, ქალაქში მაცხოვრებელი ხალხის მართვა მარტივი არის. სოფელ